მოგესალმებით. ჩვენ ვართ პირდაპირ რეჟიმში, პირდაპირ გადავცემთ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის გვერდიდან. მე ვარ მედია ტურაშვილი, მოძრაობის წევრი და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის და საუბრის თემა განათლების საკითხი, რომელიც ესეთი აქტუალურია დღეს ჩვენს ქვეყანაში და ბოლო თვეა პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული ტიპის საინფორმაციო შტურმი მოიტანა, შტურმის ქვეშ აღმოჩნდით ჩვენ მშობლები, მოსწავლეები, სტუდენტები, განათლების ექსპერტები, ლექტორები და ყოველდღიურად ველოდებით ყოველდღე რა ახალს გამოაგორებს განათლების სამინისტრო. ჩვენ გვითხრეს, რომ კონსულტაციები გაიარეს ბიზნეს წრეებთან, მაგრამ არა აკადემიურ წრეებთან, არა სტუდენტებთან. და გარკვეულ, ასე ვთქვათ, ბუნდოვანებაში ვიმყოფებით და ეს ბუნდოვანებაც არის გარკვეული ინსტრუმენტი, რომ დააბნიო შენი მოქალაქეები, დააბნიო ის ადამიანები, ვისაც ეს თემა ეხება და მათი ყურადღება მეასე ხარისხოვან და უმნიშვნელო საკითხებზე გადავიტანოთ. ჩვენ ვიფიქროთ, ფორმა გვჭირდება თუ არა, მე 11 წლის სწავლა უნდა იყოს თუ 12 წლის სწავლა და აი ამ საკითხებიდან უფრო მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებზე აღარ ვისაუბროთ. აი ამ ბუნდოვანების გასაფანდად ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ თუ გავაკეთოთ ეს ონლაინ შეხვედრა, სადაც საშუალება ექნება ჩვენს მოქალაქეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს პირდაპირ რეჟიმში დაუსვან შეკითხვები ჩვენს გამორჩეულ წევრებს და განათლების სპეციალისტებს, ქალბატონ მანანა რატიანს და გოტა ჭანტურიას, რომელსაც აქვთ ძალიან დიდი ხნის გამოცდილება განათლების სფეროში მუშაობის და დარწმუნებული ვარ, ამომწურავად გაგვცემენ პასუხებს. მინდა შეგახსენოთ, რომ მოძრაობამ დაიწყო ასევე მშობლების გამოკითხვაც, სადაც გვინდა გავიგოთ მშობლების მოსაზრებები, რამდენად არიან ისინი ინფორმირებულები ამ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რა არის სინამდვილეში მათი წუხილის საგანი. ამიტომ ამ ონლაინ გამოკითხვას იპოვით ჩვენს Facebook გვერდზე, გთხოვთ შეავსოთ, გამოგვიგზავნოთ, ეს იქნებოდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, აი ლაივის რეჟიმში თქვენ შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები გამოგზავნოთ პირდაპირ პოსტის თუ კომენტარის სახით ჩვენს გვერდზე. ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე შეკითხვა წინასწარ, რადგან ისედაც გქონდა გამოცხადებული, რომ ვაპირებდით ამ ლაივ რეჟიმს. დავიწყოთ ამ წინასწარ შემოსული შეკითხვებით და ნელ-ნელა ალბათ ეს ამასობაში დაგვეწევა კიდეც იმ ადამიანების შეკითხვები, რომლებიც უყურებენ ახლა პირდაპირ გადაცემას. და მინდა რომ გოტა შენგან დავიწყო. პირველი შეკითხვა, მინდა დავაზუსტო, რომ შეკითხვები შემოგვივიდა მშობლებისგან, სტუდენტებისგან და მასწავლებლებისგანაც ასევე, ამიტომ ეს დავაჯგუფეთ და დასაწყისისთვის სასკოლო განათლებაზე ვისაუბროთ. თუმცა არის ასე, ხდიახ? თუ შეიძლება უბრალოდ სანამ გადავიდოდეთ კონკრეტულ შეკითხვებზე, მინდა ვთქვა ერთი რაღაც შესავალი ფრაზა. ეს არის, რომ რაზეც ნამდვილად ძალიან ზუსტად ილაპარაკეთ, არის ბუნდოვანება და ჩვენ არ შეიძლება განვიხილოთ დამოუკიდებლად მხოლოდ ზოგადი განათლების რეფორმა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შეიძლება არ გქონდეთ წარმოდგენა სრულად თუ რა იგეგმება განათლების სისტემაში და სრული სულარათის დასანახად ალბათ მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლების რეფორმა და ზოგადი განათლების რეფორმა ერთად განვიხილოთ და ვნახოთ რა იგეგმება და როგორი იქნება ამ ახალგაზრდების მომავალი მოსწავლეების თუ მშობლებს რა ელით. კი ბატონო, და მაშინ ასე ვთქვათ, პირველი შეკითხვა, რაც მივიღეთ, იყო, რას ვიღებთ ამ რეფორმის განხორციელებით? რა არის მთავარი მიზანი? გოტა. მადლობა. ხო, დავეთანხმებით, ცხადია, ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ, ხო, მიზანი რა არის, რთული სათქმელი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ თითქოს რაღაცა კეთილშობილური მიზნები აქვს, მეორე მხრივ მთავარი პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს, თქვა, ხარისხთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ეს ცვლილებები ამას არ პასუხობს, ხო? ამიტომ მიზანი ჩემი აზრით და იმ ისტორიით, რა ისტორიაც, თქვა, ქართულ ოცნებას განათლების სექტორში აქვს,
ასევე თუ შევხედავთ თქვათ იმ ადამიანებს, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კონტროლი ერთი მხრივ, მეორე მხრივ ინდოქტრინაცია არის, იმიტომ რომ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები არის და თან ერთობლიობაში, ხო, ესე იგი ეს იქნება სასკოლო სახელმძღვანელოების აბსოლუტური კონტროლი, ეს იქნება ეს პროფესია პოლიციელი, რაც ეხლა წარადგინეს და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ყველაზე დაახლოებული ორგანო განათლების სამინისტროსთან, ხო? ეს იქნება ვთქვათ ეს ღირებულებითი განათლება, რომელსაც საპატრიარქოსთან ერთად დაიწყეს და ეხლა უფრო აფართოვებენ ამ სივრცეს, ხო? ანუ ყველაფერი ეს ერთობლიობაში გვაჩვენებს, რომ ერთი მხრივ კონტროლი და ინდოქტრინაცია არის, მეორე მხრივ ეს არის ვთქვათ ბიუჯეტის შეკვეცა, იქიდან გამომდინარე თუ ვთქვათ ერთ წელს მთლიანად ასე ვთქვათ ამოვაგდებთ, ხო? და თან შეგახსენებთ, რომ ესე იგი სავალდებულო განათლება შარშან გახდა მე-10 კლასის ჩათვლით და წელს უკვე შეცვალეს, ხო? ამიტომ ეს მუდმივი ცვლილებები და რაღაცა რყევები განათლებაში სულ გქონდა, რაც ბუნებრივია მიზანს, ბუნებრივია ვთქვათ იმაშვება, ხო, რა ქვია, პრობლემებს უქმნის ჩვენს სისტემას. მთავარი რაც არის, რომ ამ შემთხვევაში მიზანი და ამოსავალი არ არის ჩვენი საზოგადოებრივი პროგრესი და ბავშვი, რაც ძალიან სამწუხარო არის. ქალბატონ მანანა, თქვენ აი ზოგად სურათს, რადგანაც სანამ დეტალურად კითხვებში ჩავშლით და შემოსულ კითხვებს დაგისვამდეთ, ზოგად სურათზე რას გვეტყვით? აი თქვენ როგორ ხედავთ მთლიანობაში ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას? რამდენიმე ვთქვათ საკვანძო სიტყვას ვიტყოდი, პირველ რიგში ეს არის უნდობლობა სისტემაში კადრებისადმი, ანუ მასწავლებლებისადმი, რომელთაც აქვთ აკადემიური განათლება, რომლებმაც წლების მანძილზე გარკვეული გამოცდილება და დააგროვეს და ამავდროულად იმუშავეს სისტემაში და ამ მასწავლებლებს სისტემა ეუბნება, რომ თქვენ თურმე აღზრდელობას ვერ ეწევით და თქვენს ნაცვლად ჩვენ სისტემაში შემოვიყვანთ სამღვდელოების წარმომადგენლებს, ჯარის წარმომადგენლებს და ისინი პატრიოტულ სულისკვეთებას გააღვივებენ მოსწავლეებში, ხომ? და შესაბამისად რა გამოდის? გამოდის ის, რომ მასწავლებელი, რომელსაც ჰქონდა პროგრამით განსაზღვრული თუნდაც სადამრიგებლო პროგრამა, რომელიც სავალდებულო იყო, ყველაფერი ამაზე ვამბობთ უარს, მათ გამოცდილებაზე, მათ ცოდნაზე აკადემიურზე და შემოყვავს ადამიანები, რომელთაც მსგავსი ცოდნა არ აქვთ, რომელთაც არიციან მოსწავლეთა ფსიქოლოგიური, ფიზიკური განვითარების თავისებურებები და შესაბამისად მათ დაჭირდებათ ხანგრძლივი გადამზადება, რის თანხებიც ბიუჯეტში არ ჩანს. და თუ კი ეს თანხები არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ მოუმზადებელი ადამიანები შეყვავს ჩვენ შვილებთან საურთიერთოდ, რაც დამერწმუნებით არის რისკის შემცველი. კი ბატონო. მაშინ რადგანაც მასწავლებლებზე ვსაუბრობდით, მოდით მასწავლებელთან დაკავშირებულ შეკითხვებს კითხავთ. მაგალითად, რას ამბობს ეს რეფორმა მასწავლების მხარდაჭერაზე? მეთოდოლოგიური მხარდაჭერა იქნება, ეს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა იქნება. მასწავლებლები ხშირად ფსიქოლოგიურად მზად არ არიან ბავშვთან ურთიერთობისთვის. ეს შემოსული კითხვა არ მინდა რომ ჩემს ინტერპრეტაციად ჩაითვალოს. როგორ აისახება რეფორმა მოსწავლეებზე და მასწავლებლების ყოველდღიურობაზე, ხო? გაიზრდება თუ არა მათი დატვირთვა თუ შემცირდება? მასწავლებლებს ექნება თუ არა აკადემიური თავისუფლება? კი ბატონო. მასწავლებელზე როდესაც ვსაუბრობთ, ზუსტად წინა, ესე იგი პასუხი გამოვიდა ამასთან კავშირში, რომ სისტემა მასწავლებელს არ ენდობა, რაც ძალიან ცუდი არის და ყველაფერზე რეალურად, რაც კი რამ არ ხდება კარგი სისტემაში, ყველაფერზე ვიშვერთ ხელს მასწავლებლისაკენ, რაც მგონია რომ არ არის სწორი. იმიტომ რომ მასწავლებელს აი ეს ხშირი ცვლილებები განათლების სისტემაში მათზე კარგად არ აისახება და ეს ყოველ მინისტრთან ახალი რეფორმის დაწყება მასწავლებლის პროფესიაზე ძალიან ცუდად მეტყველებს, მას სჭირდება გარემო, რომელიც არის ხელშემწყობი, მხარდამჭერი და ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ მასწავლებელი, რომელზეც კონტროლი ხორციელდება, წამდაუწუმი იცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა, იცვლება სახელმძღვანელოები, იცვლება მოთხოვნები, მათ თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვთ, ყოველ არჩევნებთან დაკავშირებით სისტემის პოლიტიზება ხდება და შესაბამისად მასწავლებლებს რა თქმა უნდა, თუ კი მასწავლებელი ასეთი დაძაბული არის თავის სამუშაო გარემოში, რა თქმა უნდა, მას ის თავისი მთავარი მისიის შესრულება ნამდვილად უჭირს, ხომ? მეორე მხარდაჭერაზე, როდესაც
როდესაც საუბრობთ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა არ არის, იმიტომ რომ თუნდაც მასწავლებლების მიმართულებით კონცეფციის დოკუმენტს, რა თქმა უნდა, სრულად გავეცანი, არ წერია, რას აპირებს და წერია, რომ მომავალში გამოაქვეყნებენ ამას. ესეც რა თქმა უნდა, ელოდებიან ადამიანების მოსაზრებებს, რეაქციებს და შესაბამისად შემდეგ არ კორექტირებენ ამ ბუნდოვანებას, რაც არის ხოლმე ჩანაწერში. მასწავლებელს სჭირდება დიდი მხარდაჭერა, ჩვენ სისტემაში არ უნდა გადავწვათ ჩვენი მასწავლებლები, რაც მეტ თავისუფლებას მივცემთ მასწავლებლებს, მით უფრო ხარისხი გაიზრდება, მით უფრო უკეთესი კლასში გარემო იქნება, რაც მოსწავლეების შედეგებზე ბევრად უკეთესად აისახება. აქედან გამომდინარე, თუ კი ჩვენ მასწავლებლების ასევე იყო ნათქვამი რა ელის მასწავლებელს, მასწავლებლის ანაზღაურება შემცირდება. შემცირდება ყველა მასწავლებლის ანაზღაურება, რომლებიც არიან საბაზო საშუალო საფეხურზე და ეს არის 30,000 მასწავლებელზე მეტი და მათ ჩამოაკლდებათ სადღაც 1/6 თავიანთი საათების, იმიტომ მე-12 კლასი ფაქტობრივად ნებაყოფლობითი იქნება და ამავდროულად ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი ეს კარგად რომ წარმოვიდგინოთ პროცესი, 12 წლიანი ზოგადი განათლება ჩამოვიდა 10 წლიანზე. რატომ ვლაპარაკობ 10 წელზე? იმიტომ რომ ზოგადი განათლება იქნება 10 წლის ფარგლებში მიღებული, მე-11 კლასი არის ნახსენები როგორც რეპეტიტორიუმი. ანუ სკოლის მთავარი მისია, რაც არის, იმაზე სკოლა ამბობს უარს და ფაქტობრივად გამოცდაზე ორიენტირებულს ხვდით მთელ ამ მე-11 კლასს და ვიცით, რომ გამოცდები ბარდება მხოლოდ სავალდებულო 3 საგანში, შესაბამისად დანარჩენ მასწავლებლებს აქაც მე-12 კლასის მიღმა, მე-11 კლასშიც უმცირდებათ საათები, ხო? და ეს არის, რადგან მასწავლებელთა ანაზღაურება პირდაპირ არის მიბმული ჩატარებული საკონტაქტო საათებზე და გაკვეთილების რაოდენობაზე, შესაბამისად მასწავლებლების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება, რაც არაფრით კარგად არ აისახება მოსწავლეებზეც. კი ბატონო და აი მაშინ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო ასეთივე შეკითხვა შემოსული, რომ რეპეტიტორიუმი რას ნიშნავს საერთოდ და მასწავლებელი ამ შემთხვევაში მასწავლებელმა როგორ უნდა დაინახოს თავისთავი, მაგალითად ქიმია და ფიზიკის სწავლება როგორ იქნება, ხო? ისედაც ეს არის მცირე საათიანი საგანი. შესაბამისად თქვენ ახსენეთ მე-12 კლასში ორივეში მოაკლდება ფიზიკას და ქიმიას, თუმცა წერია ერთმანეთის წინააღმდეგობრივია, რაც წერია ამ რეფორმის, ეგრეთ წოდებული რეფორმის დოკუმენტში, იმდენად რამდენადაც თითქოს და წერია, რომ ფუნდამენტური მეცნიერებები უნდა გააღრმავონ სწავლება, გააუმჯობესონ და მეორეს მხრივ გამოდის, რომ მე-12 კლასი არ იქნება ამისათვის. მაშინ რას ვლაპარაკობთ, რომ ნუ თუ საკმარისი არის 10 წლიანი განათლება იმისათვის, რომ ფუნდამენტურად შევისწავლოთ გარკვეული საგნები, რომლებიც მათ ფუნდამენტურად აქვთ ნახსენები, თუმცა ჩამონათვალში არაა გახსნილი, რომელი საგნები არის ეს. უნდა ვივარაუდოთ, ხო, ალბათ. და ამავდროულად, როდესაც ვლაპარაკობთ აი ამ გაღრმავებულ სწავლებაზე, თუ კი ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი განათლების შედეგი და ხარისხი არ არის მაღალი და ჩვენ მოსწავლეების თუნდაც შეფასებები საერთაშორისო, რომლებიც ტარდება ამაზე ნამდვილად მეტყველებს და განსაკუთრებით სხვაობა არის სოფლის მოსწავლეებსა და ქალაქის მოსწავლეებს შორის, ეთნიკურად უმცირესობით დასახლებულ რეგიონებსა და ეთნიკური უმრავლესობით დასახლებულ რეგიონებს შორის არაფერი არ წერია ამ უთანასწორობაზე, რომელიც, რა ვიცი, ყვირის პირდაპირ და ითხოვს შველას განათლების სისტემაში, ხო? მე მგონია ეს პრობლემაა. ეს ალბათ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რამდენად მცირე ჯგუფის მიერ დაწერილი კონცეფციაა ეს და რამდენად არავისთან კონსულტაცია არ გაუვლიათ გარდა ბიზნესებისა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბიზნესისთან როცა გაქვს კონსულტაცია განათლების თემაზე, ის ამ განსხვავებას და ამ უთანასწორობას ვერ დაინახავს ვერასოდეს, ხო? იმიტომ რომ მას ეს არ ეხება და ეს მისი პრობლემა არ არის. კი ბატონო, მაშინ რომ გადავიდეთ სასკოლო განათლების საკითხზე, გოდა განსაკუთრებით მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა დაბნეულები არიან დამამთავრებელი კლასის მშობლები, მაგრამ ასევე დაბნეულები არიან დაწყებითი კლასის მშობლები, იმიტომ რომ კი ბატონო, მათ შეიძლება მომავალში მოუწიოთ რაღაც ჯერ კიდე დრო აქვთ მოსამზადებლად, მაგრამ საერთოდ ვერ ხვდებიან მათ რა ელით ამ სიტუაციაში, ხო? დამამთავრებელის თუ კიდევ გაასწრო, როგორც ხშირად ამბობს და გავიდა დამამთავრებელი კლასის ბავშვი სკოლიდან, დაწყებითი კლასის ბავშვები ჯერ ისევ არიან სასკოლო სისტემაში მომავალი მინიმუმ 6 წელი მაინც, ხო, 5 წელი მაინც.
აი როგორც გვეკითხება დაწყებითი სკოლის მოსწავლეა ჩემი შვილი და სწორედ ამ საფეხურზე რა ცვლილებები იქნება და რა გავლენა ექნება ამ ცვლილებებს ჩემი შვილის მომავალზე. ხო, ესე იგი, ზოგადად აი რაც მანამ ახსენა, რომ ესეთი ხელოვნური ჩარევები, რომელიც სასკოლო საზოგადოებიდან არ მომდინარეობს, ბუნებრივია, რომ თვითონ სკოლაზე ძალიან ნეგატიურად აისახება, მათ შორის აი ის წინა კითხვა რაც ყო, რომ მასწავლებლების რაღაცა სოციოემოციური მდგომარეობა, ხო? ნამდვილად უკიდურესად უარყოფითად დაისახება და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შრომითი პირობები, რაც ამ ადამიანებს აწუხებს და განათლება არის ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესია დღეს საქართველოში, ხო, წარმოუდგენელი ამბავი არის, ხო? ცხადია განსაკუთრებით სკოლამდელი, მაგრამ არც სასკოლო უჩივის ამას, ხო? უმძიმესი შრომითი პირობები არის და აქ არ იგულისხმება მხოლოდ ანაზღაურება, ხო? ეხლა მანან ჩემზე დიდხანს ასწავლიდა, მაგრამ სკოლაში მე თვითონაც რო ვასწავლიდი არანაირი სამუშაო გარემო იქ არისო, ხო? ანუ შენ იქ ვერ დასჯდებოდი ვერსად, თქვათ, მისთვის რომ რაღაცა შეგემოწმებინა არ მომზადებული, ანუ სივრცე არ არის, ხო? ეგრეთ წოდებული ეს სამასწავლებლო ამის საშუალებას არ იძლევა, ხო? ანუ არაფერი პირობა მასწავლებლისთვის არ არის, თქვათ, იმისთვის რომ საკუთარი სამუშაო დაგეგმოს. მით უმეტეს, როცა გეუბნებიან, რომ ესე იგი არ იცი მომდენო რამდენიმე თვეში რა ბედი გელის, ხო? ამიტომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი ისა, რა ქვია, დამოკიდებულება არის, ხო? და ერთს უბრალოდ სანამ აი მაგ კითხვაზე გადავალ მასწავლებლებზე მეც მინდა ვთქვა, რომ ესე იგი გარდა იმისა, რომ თქვათ ეს მათ ანაზღაურება შეუმცირდებათ, ხო? აი ეს რეპეტიტორიუმი რაღაცა თვითონ ის სიტყვაც, ანუ მართლა ის სასაცილო არის, ხო? ანუ რაღაც, ანუ წარმოიდგინეთ, ესე იგი მართლა სავალდებულო არის 10 კლასი და იმის შემდეგ, ანუ 2 წელი ფაქტობრივად მოაწყლეს, ხო? და ის მე-11 კლასი გახადეს ეს მოსამზადებელი რაღაცა ცენტრი, ხო? შესაბამისად, ესე იგი, იმ პირობებში, როდესაც მასწავლებელთა შრომითი პირობები ისედაც არის ძალიან მძიმე და მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი, ვისაც თქვათ, ამის შესაძლებლობა ჰქონდა ჩრდილოვან განათლებას მიმართავდა, ხო, ანუ მოსამზადებელს, ამზადებდნენ, ასე ვთქვათ, მოსწავლეებს, ხო? ამ კუთხითაც თქვათ მათი მდგომარეობა შეიცვლება თუ მე-11 კლასი გახდება ეხა მოსამზადებელი ცენტრი ასე ვთქვათ ხო ამიტომ ეს ამხრივ მათთვის ამხრივაც დასაფიქრებელი არის ხო ბუნებრივია ჩვენ გვწირდება მთელი რიგი სტრუქტურული და სისტემური ცვლილებები იმისთვის რომ ვთქვათ სასკოლო განათლებაში ეს უთანასწორობა აღმოიფხვრას მათ შორის რაც არსებობს და ამაზე მართლა არაფერი არ თქმულა იმაზე რომ აი მაგალითად სასკოლო კვების პროგრამაზე ჩვენ რო წლებია ვსაუბრობთ არაფერი არ თქვა ხო ისაუბრა ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე და თქვა რომ რაღაც სივრცეები არსებობდეს ხო იქ კვების ობიექტებისთვის ხო და მაგრამ და სხვა ტიპის განგრძობითი პროგრამები მაგალითად ასე შემდეგ არაფერი არ უხსენებია ხო ამიტომ მოკლედ კიდევ ერთხელ ხო კარგს სამწუხაროდ არაფერს არ მოასწავლებს და რაც თავარი არის ხო ანუ ჩვენ პრინციპებზე უნდა ვილაპარაკოთ აი მშობელი რასაც კითხულობდა ხო ანუ სამწუხაროდ აი პრინციპების დონეზე არის აბსოლუტურად მიუღებელი როდესაც ესე იგი აზრს არც გეკითხებიან ხო ანუ გადაწყვეტილებებს ისე იღებენ რომ აზრს არც გეკითხებიან ხო ანუ ეხლა მაგალითად მე რო ვიყო პირობითად თქვა აბიტურიენტი ან აბიტურიენტის მშობელი ხო ანუ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არის ადამიანი რომ მან არ იცის ესე იგი სად უნდა ჩააბაროს, იმიტომ რომ არ იცის თქვა იმ კონკრეტულ უნივერსიტეტს ექნება თუ არა ადგილი, ის კონკრეტული მიმართულება ექნება, რომელ ქალაქში უნდა ჩააბაროს, ვისთან, ხო, ანუ აი, იმიტომ რომ ადამიანები ხო ხშირად გადაწყვეტილებას იღებენ რაღაც კონკრეტული პროფესორის გამო, ხო, ან კონკრეტული ლექტორის გამო, ხო. არ იცის ის ლექტორი იქ იქნება თუ არა, არ იცის ფასიანი იქნება თუ არა და ასევე აი თვითონ უშუალოდ მშობლის კითხვასაც რო დაუბრუნდე ხო ანუ წარმოიდგინეთ ეს გადაწყვეტილებები აი რა ერთ-ერთი მიზანი თუ ყოველ შემთხვევაში შედეგი რა იქნება ეს იქნება იზოლაცია ხო ანუ და აი ყველაზე დიდი პრობლემა აქ შეექმნებათ ან კერძო სკოლას უნდა მიმართონ და იქაც ცხადი ამას დიდხანს არ დატოვებენ და პირიქით ეს ამ უთანასწორობას გაზრდის ხო როდესაც ესე იგი ჩვენ აბსოლუტურად ამოვარდებით აი დიდ საერთაშორისო სივრციდან ხო იმიტომ რომ მე-11 კლასი თუ 11 კლასის ატესტატი არ არის თავსებადი საერთაშორისო სივრცესთან და ჩვენს მოსწავლეებს მოუწევთ დამატებითი ბიუროკრატიის გავლა ან თქვათ გივი მიქანაძე ამბობდა რომ პრობლემა არ არისო ერთი წელი დამატებით ევროპაში ისწავლონო ხო ეს რამხელა ხარჯთან არის ხო იმიტომ რომ მისი შვილები დადიან კერძო სკოლაში ათეულობით 1000 ლარს იხდის ის პირადად ისევე როგორც თქვათ გელაგელაძე ან სხვა მინისტრები და კი წინამორბედები და მათთვის ეს პრობლემა არ არის და
ამიტომ აი ეს იზოლაციის კუთხით კი ნამდვილად შეეხება ყველას, ხო? ანუ იმიტომ რომ ძალიან დიდი ბარიერების გავლა მოუწევთ იმისთვის, რომ თქვათ მათ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. და დაწყებით მასწავლებლებზე ალბათ უნდა დავამატოთ, იმიტომ ეს კითხვა მაინც უშუალოდ დაწყებითი საფეხურზე იყო. დაწყებითი საფეხური ყველაზე ნაკლებად არის ამ რეფორმაში მოხსენიებული, ერთადერთი რაც გავაკეთეთ დაწყებით საფეხურთან მიმართებაში, ბავშვებს ჩავაცვით ფორმები, ხო? და ამით გავაუმჯობესეთ რატომღაც ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც დაწყებით საფეხურზე განათლებას უდგას, იმიტომ მეოთხე კლასში ჩვენ ვატარებდით ხოლმე საერთაშორისო შეფასებას, რომელიც უჩვენებდა წიგნიერების მაჩვენებელს, რაოდენობრივი წიგნიერების მაჩვენებელს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სად იყვნენ ჩვენი მოსწავლეები და რაც საინტერესოა, აი იმ შედეგებს შემდეგ უკვე არ უბრუნდებოდა განათლების სისტემა და არც ცდილობდა თუ რაიმე ინტერვენცია მიზანმიმართულად დაეგეგმა იმისათვის, რომ აი ეს ნაკლოვანებები ამოევსო და ეს სასწავლო დანაკარგები გაეუმჯობესებინა ემუშავა მასწავლებლებთან და თუ კი დაწყებით საფეხურზე ადრე დონორები თავიანთი პროგრამებით მუშაობდნენ, მაგალითად დაწყებითი განათლების საბაზისო განათლების პროგრამა, რომელსაც USAID ახორციელებდა წლების მანძილზე, მანამდე იყო GPRIDE და მთლიანად ფაქტობრივად დაწყებითი საფეხურის განათლების და მასწავლებელთა გადამზადების და რესურსების შექმნის ვალდებულება ჰქონდათ ამ ორგანიზაციებს აღებული და სახელმწიფოს ეს ჩახსნილი ჰქონდა. არაფერი ამ USAID-ის გასვლის შემდეგ არ გაუკეთებია სახელმწიფოს, რომ ჩაენაცვლებინა ეს დამატებითი ფინანსები, რომლებიც საჭირო არის მასწავლებელთა გადამზადებისათვის და დაწყებითი საფეხურის გაუმჯობესებისათვის. ამდენად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს ბუნდოვანება, რაც სისტემაში არის და არაქმედითი ნაბიჯები, რაც ამ რეფორმით არის დაგეგმილი, აისახება დაწყებით საფეხურზეც, იმიტომ რომ არ არსებობს უკვე დონორი ორგანიზაცია, რომელიც ამას კურირებს და არც სახელმწიფოს გათვლილი არ აქვს. კი ბატონო, არის კიდევ შემოსული ასეთი შეკითხვა. დიდი მადლობა მეტად პრობლემურ და აქტუალურ თემაზე საუბრისთვის. მაინტერესებს ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიმე ქვეყნის განათლების სისტემის მოდელის მიხედვით შეიმუშავეს თუ სრულად ჩვენია და ეროვნულია. ხომ, აქ ალბათ ჩვენთან არ უნდა იყოს კითხვა და ეს უნდა იყოს ამ რეფორმის ავტორებთან, რომლებიც იძახიან, რომ ურთიერთობენ და ვიღაცებს ელაპარაკებიან, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ რაც გვაქვს ნანახი, რამდენჯერმე წარადგინა რეფორმა და კითხვის დასმის საშუალებაც კი არ მისცა მათ მიერვე შერჩეულ აუდიტორიაში მჯდომ ადამიანებს. და ეს ნიშნავს, რომ არ ენდობა, ჯერ ერთ არჩევს აუდიტორიას და მეორე პლუს არაძლევს მათ საშუალებას, რომ თუნდაც კითხვა დასვან, ხომ? აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვუპასუხებთ ამ კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ წლებია მუშაობდი, ვთქვათ, განათლების სისტემაში, ეროვნული სასწავლო გეგმების მიმართულებით, მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით, ახლა უნივერსიტეტში ვკითხულობ, ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით ლექციას და უამრავ მოდელს ვიცნობ განათლებისას, მე მსგავსი მოდელი არ მინახავს, ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომელიც кейსად განიხილება, საუკეთესო მაგალითად განიხილება და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რაღაც იქიდან ელემენტები ავიღოთ ამ შემთხვევაში, ხო? მე მგონია, რომ ეს განათლების რეფორმა ძალიან კარგი кейსი იქნება შემდგომში საუნივერსიტეტოდ, მაგრამ არა კარგი кейსი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ თუ როგორ არ უნდა ხდებოდეს განათლების დაგეგმა და როგორ არ შეიძლება, რომ რეფორმაში არსად არ ჩანდეს მოსწავლე, არსად არ ჩანდეს რაღაც პროგრესი, გაუმჯობესება. მადლობა. კიდევ არის შემოსული. დიდი მადლობა ამ ლაივისთვის. პროფესიული განათლება საერთოდ ყურადღების მიღმაა და რატომ? საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რომ პროფესიული განათლება ყოველთვის ყურადღების მიღმა იყო ობიექტურად, რომ ვთქვათ, დასაწყისში კი იყო რამდენიმე ვთქვათ, ცდელობა
მათ შორის რა ვიცი რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ისევე როგორც ყველა მიმართულებას და საფეხურს ამას სჭირდება, რა ვიცი, თანმიმდევრული მიდგომა, ხო? და აი ჩვენ რო შევხედოთ, თქვა, ყველა მინისტრის რიტორიკას, როგორც თქვა, თლიანად განათლებაზე, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე ისინი საუბრობდნენ, რომ აი რაღაც ახალი რეფორმა იწყება, კერძო საჯარო სექტორთან თანამშრომლობა, ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ამას თქვა არანაირი ცვლილება რეალური არ მოჰყოლია. პროფესიულ განათლებაში ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი ერთი მხრივ თქვათ მისი პრესტიჟი წლების მანძილზე იყო დაკნინებული თქვათ და პირიქით მოსწავლეებს ემუქრებოდნენ რომ ტექნიკუმში გაგიშვებთო ხო მეორე მხრივ პროფესიულ განათლებაში ჭირდება გაცილებით მეტი დანახარჯები ხო ეხლა ჩვენ რა ხარჯებსაც ვიღებთ ეს სასაცილოდაც არ ყოფნის მართლა და იგივე თქვათ აი თუნდაც უმაღლესიან სასკოლოში როდესაც რეფორმებზე საუბრობენ სულ ყურადღებას ამახვილებენ რომ აი რაღაცა მაგალითად თქვათ ეხლა მე-12 კლასის მოხსნა ან თქვათ ბაკალავრის თქვათ 4 წლიდან მე-3-ზე ჩამოყვანა ხო ამბობენ რომ აი სტუდენტების რაოდენობის შემცირება და რაღაცა რაოდენობას თურმე პროფესიულში გაუშვებენ მაგრამ ავიწყდებათ რომ პროფესიულში სულ რამდენიმე რა ვიცი შეგვიძლია თქვათ 1000 ის არის ხო ის რა ქვია ადგილი არის 17000 დაახლოებით 20000 ხო დაახლოებით ხო და ანუ და შევსებულიც არის პრინციპში ეს ადგილები. ამიტომ ეს ესეთი მარტივი არ არის ხო ამ კოლეჯებში ჭირდებათ რა ვიცი ადგილების დამატება, თვითონ ტექნიკური ინვენტარის შეძენა ძალიან დიდი ხარჯი არის. აქამდე ამაში არის რადგან საერთაშორისო დონორები ვახსენეთ, აქამდე ამაში განსაკუთრებით გერმანული დონორი ორგანიზაციები გვეხმარებოდნენ და ევროკავშირი სამწუხაროდ აი მართლა ჩვენ როცა პრიორიტეტებზე ვსაუბრობთ ხო უნდა ვილაპარაკოთ ბიუჯეტზე ბიუჯეტი პროფესიულ განათლებაზე არის სასაცილოდ დაბალი და აქედან გამომდინარე ხო სამწუხაროდ ეს აქამდე აი უნარების სააგენტო იყო რომელიც თქვათ ამ მიმართულებით თქვათ მუშაობდა თუმცა ნუ პრაქტიკულად უნარების სააგენტო რა ვიცი ვინც კი თანამშრომელი იყო იქიდან გაუშვეს ნაწილი რეპრესიებში მოყვა პირდაპირ თქვათ და ფაქტობრივად ეს მოხდა გიორგი ამილახვარის დროს ეს ადამიანის განათლების მინისტრი აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ მისი ღვაწლი ამ პროფესიული განათლების განადგურებაში არის ძალიან დიდი. გასაგებია, დიდი მადლობა. ისევ სკოლის ფორმას რომ დავუბრუნდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის ფორმა თქვენი აზრით და რა კვლევებს ეფუძნება მისი შემოღების აუცილებლობა? ხო, ჩემი აზრით არანაირი კვლევა ჩატარებული არ არის, ეს არის პოპულისტური გადაწყვეტილება და ძალიან მარტივი არის, რომ რაღაც გარეგანი მოწესრიგება თითქოს და რაც ახლავს ფორმებისში მოსწავლეების თქვათ შემოსვას, ეს ერთგვარად თითქოს და სოციალურ უთანასწორობას ეხმიანებაო, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, ეს არის სიღარიბის შენიღბვა და სხვა არაფერი. ფორმების ჩაცვა მოსწავლეებისათვის და ეს ერთგვარად მოწესრიგებულობა დაწყებით საფეხურის მოსწავლეები ისედაც ძალიან მოწესრიგებულები დადიან სკოლაში ხო და ძალიანაც უხარიათ სკოლაში სიარული ეს ის საფეხური არაა რომელსაც შედარებით უფრო წესრიგი უნდა და საბაზო საშუალო საფეხურზე ეს არ ხდება ნებისმიერი ახლა კვლევებს ჩვენ სტუდენტები აკეთებენ კვლევებს ამ მიმართულებით და ზუსტად აი ეს ლიტერატურის დამუშავებისას ამას აღნიშნავდნენ რომ ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი ესეთი სანდო კვლევა, რომელიც პირდაპირ კავშირს აჩვენებს გაუმჯობესებულ სწავლის შედეგსა და აი ამ სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ფორმა თითქოს უმეტესობა კერძო სკოლებს აცვიათ, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარად მიკუთვნებულობა განსაკუთრებულ საზოგადოებისადმი, ხომ, განსაკუთრებული სკოლისადმი, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ სასკოლო ფორმაზე, მე პირადად ძალიან ცუდი ასოციაცია მაქვს სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენგან განსხვავებით საბჭოთა კავშირის სკოლაში დავდიოდი და იქაც კი ფორმა ვერ ახერხებდა აი ამ განსხვავებულობის, ვთქვათ, მოშლას, იმიტომ რომ იქაც არსებობდა ფორმები, რომლებიც მკერავთან იკერებოდა, რომელიც რუსეთიდან, მოსკოვიდან ჩამოქონდათ და შესაბამისად ეს სეგრეგაცია მაინც ჩანდა სინამდვილეში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ფორმები გვეცვა, მაგრამ მე კიდევ ასევე ფორმასთან დაკავშირებით არ შეიძლება
არ აღნიშნო, რომ თითქოს და აღინიშნა, რომ სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო შეისყიდის და მისცემს აი ამ ფორმებს, ხო? რეალურად ფორმა ჭირდება სულ მცირე 4 ხელი, იმიტომ რომ სეზონური არის ეს ფორმა და ამავდროულად გარეცხვა ჭირდება და სულ მცირე 4 უნდა იყოს, ხო? რამდენად აქვს ეს ყველაფერი ბიუჯეტში გათვლილი, ნამდვილად ვერ ვხედავთ ბიუჯეტის დოკუმენტში ამასაც, ხო? და ასევე მოდით კიდევ ერთ გადახვევას უბრალოდ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე-12, მე-11 კლასი ვიცით რომ მცირდება და ამავდროულად ვიცით რომ ლაპარაკობთ რომ 50,000-ით უნდა შევამციროთ უმაღლეს განათლებაში შემსვლელ სტუდენტთა რაოდენობა და სად მიდიან ეს ადამიანები, ხშირად ისმის ხოლმე კითხვა რატო ვაკავშირებ ფორმასთან. ერთი ცალსახად ჩანს რომ ამ ადამიანების ადგილი პროფესიულ განათლებაში არ არის, გოტამ უკვე ილაპარაკა ამ თემაზე. ჩანს რომ ვთქვათ, აი ჯარისთვის ვამზადებთ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ეს სამხედრო სფერო იჭრება სკოლაში აშკარად და ალბათ გოგოებს გაუშვებთ სამკერვალოებში, რომ ეს ფორმები შეკერონ და იქნება მათი ადგილი ნამდვილად, ხო? პრობლემა არის ფორმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პირველ რიგში ფორმებისზე გადაწყვეტილება შეეძლო მიიღო უშუალოდ სკოლას და ამისათვის არანაირად საჭირო არ იყო რეფორმის დოკუმენტში ეს ჩაწერილიყო. მე არ მახსენდება არც ერთი ქვეყნის რეფორმა, სადაც ისეთ ელემენტებზე არის საუბარი, როგორიც არის ტელეფონის დატოვება და აკრძალვა სასკოლო სივრცეში და ფორმის ჩაცმა, ხო? ეს იმხელა დეტალები არის, რომ ამას გადაწყვეტილებას სკოლების ავტონომიურობის პირობებში თვითონ სკოლა და სასკოლო საზოგადოება უნდა ღებულობდეს. და ეს აი მე როგორც მშობელს მაფიქრებინებს, რომ სწორედ ეს ემსახურება ჩემი შეცდომაში შეყვანას სინამდვილეში, იმიტომ რომ მე 2 შვილი მყავს სასკოლო ასაკის და სინამდვილეში ჩემი შვილების განათლების პრობლემა მათი ფორმის ჩაცმა არ არის. ეს არის მილიონი ხარისხოვანი, იმიტომ რომ ბავშვები ყოველდღიურად მიდიან სკოლაში, რომელიც 100 წლის არის და არ ვიცი იმ დღეს როგორ დაბრუნდებიან უკან, მიდიან სკოლაში, სადაც ტუალეტები არის ქრონიკულად მოუწესრიგებელი და სადაც მაგალითად ჩემი შვილი ხა მუნი რო გავრცელდა, მე 10 წლის შვილი გაოცებული მოვიდა, რომ საპონი ჩაგვისხესო და ხელებს საპნით იბანენ. მუნი რო გავრცელდა. აი ამ პირობებში, სადაც ბავშვები საკმაოდ რეგულარულად და ამას თამამად ვიტყვი, არიან ასე ვთქვათ, ყვირილის ობიექტები, მათ შორის მასწავლებლების მხრიდან. აი ამ პირობებში, როდესაც მე მშობელს სამინისტრო მეუბნება, რომ ფორმა არის ჩემი მთავარი პრობლემა და თან დაგვდო პატივი და გითხრა, რომ საზოგადოებას ჩართავდა ფორმის დიზაინის შემუშავებაში, ჩემთვის ეს არის პირდაპირ დაცინვა, უგულებელყოფა, ქილიკი ჩემზე და იმ პრობლემებზე, რაც ჩვენს ბავშვებს და სასკოლო საზოგადოებას აწუხებს, ხო? და სხვათა შორის აი ფორმასთან დაკავშირებით ესეთი შეკითხვა, ამჯერად რომელი ნათესავი გამდიდრდება ფორმის შეკერვის პროცესში, ხო? ასეთი დამოკიდებულება აქვს ჩვენ მშობლებს. აი, როდესაც აქ ასევე არის საუბარი ერთ წიგნზე რო საუბრობთ ამ პრინციპით, ამჯერად რომელი გამოცემის გამდიდრებას აპირებენო და ეს კიდევ მიანიშნებს იმაზე თუ მშობლებს ამ შემთხვევაში ეს მშობლის შეკითხვა იყო რა დამოკიდებულება აქვს ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმასთან დაკავშირებით. თვითონ კეთილშობილური მიზნები ჰქონდათ მიქანაძემ თქვა რომ პროფესიულ სასწავლებლებს დაუკვეთავთ ფორმების შეკერვასო, საზოგადოება დიზაინს შევარჩევთ. ხო, საზოგადოება შევარჩევინებთ და პროფესიულებს შევაკერებთ. შეკითხვა ასევე არის შემოსული, რა საფრთხეს ხედავთ იმაში, რომ მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იქნება კონკრეტულ საგანში ყველა საჯარო სკოლისთვის და სად გვაქვს გარანტია, რომ ექსპერტთა ჯგუფი ასეთ უნივერსალურ სახელმძღვანელობს მოამზადებს, მაშინ როდესაც წლებია სასკოლო ცხოვრებაში სახელმძღვანელო სერიოზული პრობლემაა. ხო, ესე იგი, აი როგორც თუნდაც აი ამ ფორმაზე, ხო, აი ესე იგი, აი უცბად შვენიერ დღეს მინისტრი გამოდის და გვეუბნება, რომ აი ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმები. აი რატო რისთვის ანუ არანაირი ანალოგიურად აი სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. ერთი სახელმძღვანელო პრობლემები არის რაღაც სახელმძღვანელოებში საუბრობს ის და ამიტომ ჩვენ გადავდივართ ამ პრინციპზე. რატო გადადიხარ?
ან ვისთან გაიარე კონსულტაცია, ან საერთოდ რა არგუმენტაციით, ხო? და მით უმეტეს თქვა ჩვენ ვიცით ხო ეხლა რომ როგორ იქნება, როგორ დაკომპლექტდება ის ჯგუფი, რომელიც ამ სახელმძღვანელოებს შეიმუშავებს, ხო? და როგორ დაკომპლექტდება და პრინციპში პარტიული ლოიალობის ნიშნით, ხო, შეირჩევიან ეხა ისტორიის სახელმძღვანელოს ვინ დაწერს, ვიცით, ქართული სახელმძღვანელოს ვინ დაწერს, ან ძალიან დიდ რისკებს შეიცავს ეს, ხო? ეს არ არის თქვა რაღაცა რეალურად აი გამჭვირვალობაზე რო გვესაუბრებიან, ეს არც გამჭვირვალე მიდგომა არ არის, არც დემოკრატიული მიდგომა არ არის. სახელმძღვანელოს დაკავშირებით ნამდვილად თვითონ გამომცემლობებს ჰქონდათ პრობლემა, მაგრამ ჩვენთან ესე იგი მიდგომა იყო აბსოლუტურად არასერიოზული, როდესაც ესე იგი გამომცემლობებს ну პრაქტიკულად ჰქონდათ არჩევანი ან საერთოდ არ უნდა მოემზადებინათ ეს სახელმძღვანელო, ან რა ვიცი, რამდენიმე თვეში უნდა შეემუშავებინათ. და მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში, რა ვიცი, წლებს ხარჯავენ იმისთვის, რომ ადეკვატური სახელმძღვანელოები ჰქონდეთ, ხო? და ჩვენ შემთხვევაში, აი აქაც ბიუჯეტთანაც მივდივართ, რომ ის რესურსი, რაც გამოიყოფა, არის აბსოლუტურად არასერიოზული, ან მაგალითად თქვენ რომ სახელმძღვანელო შეიმუშაოთ, ან ერთ-ერთი თანაავტორი იყოთ, ну, რა ვიცი, რამდენიმე ასეულობით ლარი შეიძლება ჰონორარის სახით მიიღოთ. მეტი არა, ანუ აბსოლუტურად სასაცილო თანხა ხო არ და ლაპარაკი არის სახელმძღვანელოს ავტორზე და ამიტომ ხო ანუ რისკები არის ძალიან მაღალი და აი როდესაც ინდოქტრინაციაზე ვსაუბრობდი, ეს არის ხო? ანუ სახელმწიფო და გივი მიქანაძე, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი იყო წლების მანძილზე და იმ კომისიაში, ვინც ეს რეფორმა დაგვიანოსა, ყველანი პრაქტიკულად წარმოადგენენ ძალოვან სტრუქტურებს, ხო, ლევან იზორია იყო იქ, მე მგონი გელაგელაძეც იყო, არ მახსოვს ზუსტად. ხო, არის ძალიან მაღალი რისკი, რომ ცხადია მაგალითად ისტორია აი დღევანდელ მოვლენებზე ისე დაწერონ, როგორც მათ მოუნდებათ, ხო? მაგალითად თქვათ კანონები ისე მოიხსენიონ, როგორც მათ მოუნდებათ პირობითად გამჭვირვალობის კანონი, ხო? ეს თქვათ დღევანდელი თქვათ მდგომარეობა, აი როდესაც თქვენ იცით თქვათ თქვენი შვილის პრობლემა, ზოგადად ქვეყანაში არსებული უთანასწორობა მოიხსენიონ როგორც ეკონომიკური აღმასვლის ხანა და ეს გვაქვს ჩვენ ეს ჩანაწერები უკვე არის, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან მაღალი რისკი ინდოქტრინაციის და პრინციპში აქეთკენაც არის გადადგმული ეს ნაბიჯი და აღარაფერს ვამბობ იმ კომენტარებზე, ხო, ანუ ცხადი იყო, ეხლა როცა გვეუბნებიან, რომ რა ვიცი, ყოველი წინა მინისტრი კორუფციაში იხრჩობოდა, მაღალი ის არის ალბათობა განცდა გიჩნდება, რომ ხო ეს ფორმები იქნება სკოლის თუ სახელმძღვანელოების შემუშავება, რომელსაც თვითონ სახელმწიფო დაუკვეთავს, მოამზადებს და გამოსცემს. ცხადია, რომ იქ კორუფციის რისკები არის, მით უმეტეს ამის შემთხვევები ჩვენ გვქონდა, ხო, როდესაც მინისტრთან დაახლოებული პირები იყვნენ, ავტორებიც და გამომცემლებიც და ამიტომ ეს გამოცდილება არსებობს. დიდი მადლობა. ეხლა გადავდივართ უკვე ამ მე-11-მე-12 კლასის საკითხებზე და ასეთი შეკითხვაა, რომ თუ კი მოსწავლე ჯერ გადაწყვეტს, რომ მე-12 კლასი არ გაიაროს, მაგრამ შემდეგ დასჭირდა და მოუნდა მე-12 კლასის გავლა, რა უნდა ქნას? შეუძლია თუ არა რომ დაუბრუნდეს სკოლას, იმიტომ რომ დავუშვათ ეს საზღვარგარეთ სწავლების შემთხვევაში და იგივეს ვიკითხავ სამაგისტრო პროგრამაზე, როცა სტუდენტი გაივლის 3+1-ს და შემდეგ გადაწყვეტს, რომ სადოქტორო პროგრამაზე უნდა წასვლა სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში შეუძლია თუ არა დაბრუნდეს ისევ. ხომ, როდესაც ვლაპარაკობთ აი ამ გაურკვეველ რეპეტიტორიუმზე მე-11 კლასში და რეპეტიტორიუმზე მე-12 კლასში, ნამდვილად ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და ხო, ნუ სულ გინდა ხოლმე იხუმრო ეგეთ თემაზე, არა და სახუმარო ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით იმ მშობლებისათვის, რომლებიც არიან რომელთაც ყავთ შვილები მე-11 და მე-12 კლასში გადადიან, ხომ და შეეხება აუცილებლად ეს რეფორმა. ადრე იყო ესეთი მექანიზმი, თუ კი სკოლაში არ დადიოდა, შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ექსტერნით ჩაებარებინა იმ წლის, ვთქვათ, პროგრამა და შესაბამისად ეს, ვთქვათ, გადამხტარიყო იმ კლასზე და შემდეგ უკვე გაეგრძელებინა სწავლა სხვა კლასში. ეხლა უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია მე-11 კლასის რეპეტიტორიუმის ექსტერნი როგორ წარმოგიდგენიათ, მოდით თქვენ მიპასუხეთ, განათლებაში ჩახედული ხალხი ხართ. ან მე-12 კლასის
კლასის ექსტერნი როგორ წარმოგიდგენიათ, ხო, სრული აბსურდი არის ახლა რასაც ვლაპარაკობთ. შესაბამისად, ალბათ მე თუ გადავწყვიტე, რომ ბაკალავრიატში მე მოვიფიქრე, რომ წასვლა მინდა, არადა ეს ნორმალური პრაქტიკაა, ხო? ბევრ ქვეყანაში რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები პირდაპირ არიღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას და 1-2 წლის შემდეგ უბრუნდებიან მერე სწავლას ხოლმე ან აკადემიურ გზას. აქედან გამომდინარე, მოუწევთ აუცილებლად უკან დაბრუნება რეპეტიტორიუმში, იმისათვის რომ ეს ადგილი გაიარონ და ერთ სახელმძღვანელოზე უბრალოდ ერთ პატარა ჩანართს გავაკეთებ, იმიტომ ეს არ წერია პროგრამაში, მაგრამ რომელიღაც ინტერვიუში დაგვაწიეს გზაზე, რომ თურმე კერძო სკოლებსაც მოუწევთ ამავე სახელმძღვანელოებით მოსწავლეებისთვის განათლების მიცემა. შესაბამისად, ხო, მე სერიოზული პრობლემებს ვხედავ ამაში, იმიტომ რომ მე თუ თანხას ვიხდი საშუალოდ 10,000 ლარს ჩემი შვილის განათლებაში კერძო სკოლაში და ამ დროს აღმოჩნდება, რომ თურმე იქაც ამ ტიპის სახელმძღვანელოთი მოუწევს სწავლა, რომელიც წინასწარ, თქვა, ეჭვგვეპარება მის ხარისხში, იმიტომ რომ თქვა, ახსენა გოტამ ის, თქვა, ისტორიის ნიუანსები, რომელიც შეიძლება არ აღმოჩნდეს იმ სახელმძღვანელოში, გეოგრაფიაში მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აღარ იქნება და შეიძლება იყოს deep state-ზე და გლობალური ომის პარტიაზე ამ სახელმძღვანელოში ლაპარაკი და მის გავრცელებაზე, ხომ? ანუ მსგავსი სისულელეებისგან დაცული არ იქნება კერძო სკოლაც, რომლის ღირებულება ბევრად უფრო მაღალია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა და ისედაც 10% მოსწავლეების სწავლობს მხოლოდ კერძო სკოლებში და ასევე მოდი ვთქვათ, რეგიონები არის, სადაც ეს კერძო სკოლები უბრალოდ ფიზიკურად არ არის, ხომ? აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნება მე-11 და მე-12 კლასის დამთავრებასთან დაკავშირებით და ნუ მოსწავლეს მოუწევს საკუთარი სურვილის და მიუხედავად რაღაცეების გაკეთება, იმიტომ რომ შეიძლება მომავალში რაღაც გადაწყვეტილებაში შეუშალოს ხელი, ხომ? და იგივე 3+1+1 სავარაუდოდ უნდა იარსებოს განსხვავებული ტიპის მაგისტრატურის პროგრამებმა, რომელიც 1 წელი იქნება კვლევითი, მერე დავიმატებ იმას და ასე შემდეგ. მიუბრუნდები უმაღლესში არა უშავს, შეიძლება მიუბრუნდე რაღაცას, იმიტომ ჩვენ ყავს არაერთი სტუდენტი, რომელიც მერე რაღაც გარკვეული ასაკის შემდეგ მოდიან და შეიძლება სტუდენტი თითქმის ჩემი ტოლის სტუდენტიც კი მეჯდეს, ხო? სწავლა შეგვიძლია ნებისმიერ ასაკში, ამაში მე პრობლემას ვერ ხედავ, მაგრამ ჩამოუყალიბებელმა მოსწავლემ 15 წლის ასაკში რომ უნდა მიიღოს თავის სამომავლო გადაწყვეტილება, რომლის შეცვლაც მერე შეიძლება მის ცხოვრებაზე უარყოფითად აისახოს, აი ამაში ძალიან დიდ პრობლემას ვხედავ. დიდი მადლობა. არის ასეთი შეკითხვა, სხვადასხვა კლასების და სოციალური ფენებისგან შედგება საზოგადოება და რეალობის გათვალისწინება თუ უნდა ხდებოდეს. ყველას ერთნაირი პირობები, საშუალებები არ აქვს საცხოვრებელი მათ შორის სწავლისთვისაც. სკოლები ცალ-ცალკე რომ იყოს, მაგალითად ღარიბების სკოლა, საშუალო კლასის სკოლა, მაღალი ფენებისთვის სკოლა. დიდრებისთვის ცალკე და ამით ბულინგის პრევენციაც უკეთესი იქნებოდა. საცხოვრებელი უბნებით შეგვეძლო ასე გადაგვენაწილებინა და დასახლებებიცო. ეს ხო სარკაზმი სავარაუდოდ ხო, იმიტომ რომ სკოლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ეს არის სოციალური ინტეგრაცია და პრინციპში რაც ამ ტექსტში წერია, დღევანდელ დღეს სკოლა ზუსტად ამ როლს ასრულებს, ხო, ანუ საზოგადოების სეგრეგაციის, ხო, ეხლა ჩვენ ელიტური კერძო სკოლები ვახსენებთ, ნამდვილად, ხო, ანუ გადანაწილება გვაქვს 90% სწავლობს საჯარო სკოლებში, 10% არის კერძო სკოლებში, განსაკუთრებით თქვა ამ ელიტურ კერძო სკოლებში და ამ საზოგადოებას შორის და იქაც საჯაროშიც არის მთელი რიგი დახლეჩვები, მაგრამ ამ საზოგადოებებს კავშირი ერთმანეთთან არანაირი არ აქვს. აკადემიური მოსწავლეების კუთხით ჩვენ შედეგებს რო შევხედოთ, ხო, ანუ კერძო სკოლის მოსწავლეები უსწრებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებს, იქ მათი სოციოეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, ქალაქის მოსწავლეები, დედაქალაქის განსაკუთრებით უსწრებენ, თქვათ, სოფლად ცხოვრებ მოსწავლეებს და ყველაზე ქვევით არიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ვინც ცხოვრობენ, ეთნიკური უმცირესობები თვითონ, ხო? ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ სკოლა ვერანაირი სოციალური ინტეგრაციის ფუნქციას ვერ ასრულებს და არაფერი ვთქვათ აი ამ რაღაცა მართლა არც კი ვიცი რა ეპითეტით მოვიხსენიო, ეს რეფორმაც არ არის, ხო, რაღაცა სამგვერდიანი კონცეფცია იყო იმ უმაღლესთან მიმართებით და აქ ხო საერთოდ 7 გვერდი, ხო? არაფერი ამასთან დაკავშირებით არ არის და აი წარმოიდგინეთ მდგომარეობა, ხო, აი მედია შენ რაც ჩამოთვალე, ხა პრობლემები არის იმ სკოლაში, თქვათ ამ მიმართულებით, ხო, ანუ
ჩვენ ესე იგი ხარისხთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გვაქვს, შრომით პირობებთან დაკავშირებით გვაქვს, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გვაქვს და ეს ცვლილება არაფერს არ გვეუბნება, პირიქით აუარესებს ამ მდგომარეობას და ფორმალურად, ანუ ფორმალურ განათლებაში, ესე იგი ფორმალურად 1 წელს აკლებენ, მაგრამ რეალურად 2 წელს აკლებენ, უმაღლესში აკლებენ ბაკალავრზე 1 წელს, მაგისტრატურაზე 1 წელს, ანუ ფაქტობრივად წარმოიდგინეთ თქვენ რომ ანუ 3 წელს ამ განათლებას აცლიან, ხო? ანუ ხო და აი პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის, რომ ეხა ამან რაიმე გაუმჯობესება მოგიტანოთ, მათ შორის დასაქმების კუთხით არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ თითოეული გატარებული წელი ფორმალურ განათლებაში შენ რამდენად გიზრდის დასაქმების შანსს, ალბათობას რამდენად ზრდის და ამ შემთხვევაში პირიქით, ხო, ანუ აი მართლა იაფი მუშახელისთვის ამზადებენ, ის კარგი ანალოგი იყო, რაც მანანამ მოიყვანა, ხო? ანუ მართლა ამისთვის ამზადებენ და რაღაცა სერვისისთვის, ხო, იქ აგერ არაბული კომპანია Eagle Hills-ი უნდა იმას გააშენოს მთელი საკრწანისის ყეპარხში და ეს არის, ანუ მთელი ტრაგედია, ხო? ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ რაღაცა აი ხა ხშირად არის რომ რაღაც არ ვიცი რაღაც პოლიტიკის დოკუმენტს შევიმუშავებდით, მე რაღაცა ანალიზს ვაკეთებდით, მე ვცდილობდით ადვოკატირებს, მაგრამ დღეს უკვე ეს ფორმები არის მოშლილი. ფორმებთან დაკავშირებით კიდევ შემოვიდა, როგორც ჩანს, მაინც აქტუალურია ეს შეკითხვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, რომ არ ჩავაცვა ბავშვს სასკოლო ფორმა, რა დასჯის მექანიზმები არსებობს და ასევე კითხობს, რომ რადგან საბაზო საფეხურია, ბავშვის გარიცხვის უფლება არ აქვს და რომ არ ჩავაცვა, რა მოხდება? მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ, რომ ამაზე დისკუსია რომ წამოვიწყოთ, უცებ ახალი იდეა არ გაუჩნდეთ, რომ სინამდვილეში რამე დასჯის მექანიზმი შემოიღოს ცენტრალიზებულად 52-დან და არა სკოლის დონეზე შინაგანაწესი. პირველიდან მეოთხე კლასის ბავშვები არ დასაჯონ. ან მათი მშობლები შეიძლება მათი მშობლები დაისაჯონ. სავარაუდოდ ჩვენ დროსაც იყო ხოლმე, თუ კი ფორმა ვერ გაშრამას და იყო ხოლმე თხოვნები და მშობელი წინასწარ რეკავდა ხოლმე სკოლაში და რაღაცა მსგავსი დაგჭირდება ნებართვების აღება, რომ ან ქუჩაში თუ ნახავენ ბავშვს უფორმოდ, შესაბამისად მშობელს მოსთხოვენ პასუხისმგებლობით დასჯიან ჯარიმას მშობელს. თუმცა ეს მეგონი პირველ ეტაპზე დიდ ქალაქებში თქვეს, თუ არ მეშლება და რეგიონი თუ სწორად მახსოვს. არა, მე გარ მომისმენია. ყველა სკოლაში მე მახსოვს რომ თითქოს დიდ ქალაქებში თქვა პირველ ეტაპზე და მე განვავრცობ. მეც მგონია რომ ეხლა იმდენად დეტალებზე გადაგვაქვს საუბარი ფორმაზე, მობილურის აკრძალვაზე, უჩვენებს რამდენად მდარე ხარისხის რეფორმაა, რომ სხვა სალაპარაკო ფაქტობრივად არაფერი არ და ამისთვისაც იყო კი შემოღებული. და ზუსტად ამისთვის არის შემოღებული სინამდვილეში ეს არის ფორმალურ განათლებაზე წლების მოკლება, რაც ბიუჯეტში სერიოზულად თანხებს ზოგავს. მეორეს მხრივ ეს არის რომ პირდაპირ გვითხრეს რომ 30,000 მოსწავლე პირდაპირ შრომის ბაზარს ზე გავა და შესაბამისად ბიზნეს დავეხმარებით იაფიანი არაკვალიფიციური დაბალკვალიფიციური მუშახელით, რაც ადვილად ჩანაცვლებადები არიან და მათ ვერასდროს ვერ ექნებათ უკეთეს შრომის პირობები, ვერც მოთხოვნები ამ მიმართულებით და ასევე ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რაც ამ განათლების რეფორმით უნდა გატარდეს მომავალში, დაწყებული სახელმძღვანელოების თემით და დამთავრებული ყველაფერს გვაჩვენებს, რომ სკოლის ავტონომიურობა საერთოდ რაც გვეწერა, ხომ, სკოლებმა ეხლა ხანს გაიარეს ავტორიზაცია, აკრედიტაციას გადიოდნენ და იქ რაც ეწერა მოთხოვნები, ნუ ფაქტობრივად ყველა დავახარჯინეთ ამდენ სკოლას ავტორიზაციაზე და აკრედიტაციაზე ფული, ისევე როგორც ამდენ უნივერსიტეტს ყველა დავახარჯინეთ აკრედიტაციაზე და ავტორიზაციაზე თანხები, მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგალითისათვის ბოლო 5 წლის მანძილზე 900,000-ზე მეტი დახარჯა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა აკრედიტაციაზე და თურმე აღმოჩნდა, რომ ეხლა უნდა გადავიდეთ არანაირ 7 წელი, არამედ ჩვენ ეხლა უნდა გადავიდეთ სხვა ტიპის პროგრამებზე და თურმე ახალი პროგრამები უნდა დავწეროთ. კი ბატონო, და მაშინ გადავიდეთ უმაღლესი განათლების მიმართულებით და შეკითხვა არის ასეთი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები უცხოელი სტუდენტების გადასახადების დანაკლის როგორ აინაზღაურებენ და ლექტორების გაყრა იგეგმება თუ არა ამ შემთხვევაში.
ჩვენ ვიყავით აი გუშინ ძალიან საინტერესო შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა 14 უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ და ძალიან კარგი მოდელირების და ანალიზის დოკუმენტები გაგვაცნეს ჩვენმა მკვლევრებმა და ზუსტად ამ დოკუმენტში აი ეს რაოდენობები იყო მოდელირებული და გვაჩვენებდა თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითისათვის ჩვენ გვყავს საქართველოში 53,000 უცხოელი სტუდენტი. და ეს უცხოელი სტუდენტები იხდიან ბევრჯერ უფრო მეც, ვიდრე ქართველი სტუდენტები განათლებაში. მათი არსებობა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უნივერსიტეტების რეიტინგის ერთ-ერთი სტანდარტი სწორედ ეს არის, თუ რამდენად ახარ ინტერნაციონალიზებული შენი პროგრამებით, შენი მკვლევრებით, პროფესორით და ამავდროულად რამდენი სტუდენტი გყავს, ხომ, საერთაშორისო. და ამავდროულად ეს არიან ერთგვარად ჩვენი კულტურული კავშირი სხვა ქვეყნებთან, იმიტომ რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ჩვენ ქვეყანაში სტუდენტები კეთილგანწყობილები არიან ჩვენი ქვეყნებისადმი და სამომავლო უამრავი ურთიერთობა შეიძლება აიგოს იმ ქვეყანასთან, რომელშიც განათლება გაქვს მიღებული, ხომ? და გარდა ამისა ჩვენ ხო ვხვდებით იმას, რომ აქედან შემოსული თანხები რეალურად აბალანსებდა იმ წირ ბიუჯეტს, რომელიც სახელმწიფოდან იყო გამოყოფილი უმაღლეს განათლებაზე. ანუ ჩვენი სტუდენტის ერთწლიანი მომზადება სახელმწიფოს უჯდებოდა ძალიან სასაცილო 2250 ლარი უკვე 10 წლეულების მანძილზე. და რომ არა ეს უცხოელი სტუდენტები ბევრი უმაღლესი ვერ მოახერხებდა ინფრასტრუქტურის გამართვას, პროფესორისთვის ხელფასების გადახდას და ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფო სასწავლებლებიდან ამ სტუდენტების გაყვანა არის ერთ-ერთი მიზანი არის რომ აი ეს ბიზნესი კმაყოფილი ყავდეს და შესაბამისად კერძო უნივერსიტეტებმა ხმა არ ამოიღონ და პროტესტი არ გამოთქვან ამ რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა კერძო უნივერსიტეტებზე ძალიან ცუდად აისახება ეს რეფორმა და შემდეგ თუ იქნება კითხვა რა თქმა უნდა გავშლი ამ თემას და რაც შეეხება ამ საერთაშორისო სტუდენტებზე არავინ არ გვეუბნება რატომ აარჩევს ის სტუდენტი რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა რატომ გადავა და დათანხმდება გადასვლას კერძო უნივერსიტეტზე და ზოგადად როდესაც ვლაპარაკობთ რეპუტაციულ ზიანზე უკვე საერთაშორისო მედიაში იმ ქვეყნებში საიდანაც ჩვენ ძირითადად სტუდენტები მოდიან ჩვენ ქვეყანაში გამოჩნდა უკვე სტატიები სადაც აი ეს კითხვა ისმის თუ რამდენად აინტერესებს ქვეყანას ჩვენი სტუდენტების მიღება ხომ ეს არის რეპუტაციული სერიოზული ზიანი და ის რაღაც 80 მილიონამდე დოლარი რაც შემოსდიოდა მარტო სამედიცინოს ამ შემთხვევაში ისიც კი რა თქმა უნდა რისკის ქვეშ დადგება ხომ არ ნიშნავს რომ ავტომატურად 53000 სტუდენტი გადანაწილდება სხვა სასწავლებლებში ჩვენ შეიძლება ეს სტუდენტები დავკარგოთ და ეს სტუდენტები მხოლოდ უნივერსიტეტისთვის არ არის მნიშვნელოვანი ისინი ქირაობენ ბინებს და შესაბამისად მოსახლეობის დიდი ნაწილი აქედან სარგებელს ღებულობს ისინი ეკონომიკაში აბრუნებენ დიდ თანხას გართობაზე ჭამაზე დასვენებაზე და ასე შემდეგ ასე რომ მათი აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი გარდა იმ კულტურული და ვთქვათ სხვა მნიშვნელობებისა რაც ჩვენ ვახსენეთ და იმიტომ რომ შენ გადაწყვეტილება მიიღე რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელი დაიმორჩილო მთლიანად ფინანსურად და ეს მორჩილება ერთგვარად შემდეგ უკვე ნიშნავს რომ შენ მართავ ბოლომდე სახელმწიფოს და იქ არ იქნება არანაირი კრიტიკული მოსაზრება გამოთქმული იქ არ იქნება არანაირი თავისუფალი სიტყვის სივრცე და ამავდროულად ასაზრდოო ბიზნესი ეს არის ეს ძირითადი გადაწყვეტილება რაც უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით დამაზიანებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გაჟღერებული დიდი მადლობა და აი დაფინანსების საკითხით შემოვიდა რომ დაფინანსების საკითხი თუ იარს ანუ ის გრანტებთან დაკავშირებით და მე როგორც მშობელს მომიწევს თუ არა სრული საფასურის გადახდა რა შედეგს მოიტანს ეს და ამასთან კავშირში კერძო უნივერსიტეტს როგორ შეეხება ეს რეფორმა მე მგონი ეს დაფინანსებასთან მოდით როდესაც ვლაპარაკობ დაფინანსებაზე პირველი საგრანტო სისტემა რომ უქმდება ამის შესახებ გვითხრეს და
სასწრაფოდ რამდენიმე ქარდი დადო სამინისტრომაც თავის მედიებში გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ ყველა სახელმწიფო სასწავლებლებში ვუფინანსებთ განათლებას, მაგრამ სერიოზული პრობლემა არის ის, რომ 50,000-ით კობახიძემ ახსენა, რომ შემცირდება სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სასწავლებელში, ხომ? ანუ ნუ წარმოვიდგენთ, რომ ის რამდენიც წელს აბარებდა, იმდენივე ჩააბარებს მომავალ წელს. იმიტომ გეგმაში არის მნიშვნელოვნად შემცირება, მიახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს ეს 50,000. ჩვენ გვყავს 154,000 ქართველი სტუდენტი უმაღლეს სასწავლებლებში და წარმოვიდგინეთ, რომ ფაქტობრივად მესამედით უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა და ეს მხოლოდ არ არის, რაც მან თქვა, რომ თბილისში სახელმწიფო სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა 2-ჯერ შემცირდება და ქუთაისში 4-ჯერ გაიზრდება. ანუ ჩვენ უნარების ერთგვარი ამოცანა მრავალ უცნობიანი კომპონენტის შემოგვთავაზა და ჩვენ და ვივარაუდოთ, აბა რამდენი იქნება ქუთაისში, რამდენი იქნება თბილისში, მე რეგიონებში 15,000 კიდე დაამატა ერთი ცვლადი, ზეტიც შემოიტანა აქვე და ასე შემდეგ, ხომ? მოკლედ რომ ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე, ამ აბსურდზე, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს არის რომ დავაფინანსებთ, მაგრამ ბევრად ნაკლებს დავაფინანსებთ და ეს ავტომატურად გაზრდის კერძო სასწავლებლებში ღირებულებას, იმიტომ რომ ადრე თუ კი კერძო სასწავლებელში უნივერსიტეტში სტუდენტს მიყვებოდა თავისი მოპოვებული გრანტი, ეხლა ნამდვილად ვერ გაყვება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი რიცხვი. ეს არის 124,000 სტატუს შეჩერებული სტუდენტი ყავს საქართველოში. რაც იმას ნიშნავს, რომ არავის არ უხსენებია, მათ რომ მოუნდეთ სტატუსის განახლება, სად უნდა ისწავლოს, ქუთაისში უნდა წავიდეს, რუსთავში უნდა წავიდეს, რეგიონულ უნივერსიტეტში უნდა წავიდეს, მათზე არავის არ უფიქრია. იქნება ეხლა მაინც დაფიქრდეს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, ჩვენ რო ლაივში გვისმენენ და პატარა ჩანიშვნებს აკეთებენ, ხომ? და ეს 124,000 სტუდენტის რაოდენობა დიდი ალბათობით აი ამ გაზრდილ გადასახადთან ერთად აუცილებლად გაიზრდება და მათი რაოდენობა ნელ-ნელა კიდევ უფრო, იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტები სახელმწიფო უმაღლესებში ძირითადად თან მუშაობენ და თან სწავლობენ, იმიტომ მათ ჭირდებათ ქირის ფული, მათ ჭირდებათ ჭამასმა და ასე შემდეგ და შესაბამისად რუსთავში რამდენად იქნება სათანადო სამუშაო ადგილები ან ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სწავლასთან ერთად იმუშაონ. მოკლედ ბევრი კითხვა არის და სამწუხაროდ ამით ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უმაღლესებში გადაიხდის სახელმწიფო, როგორც გვითხრეს ყოველ შემთხვევაში, ეს უამრავ სხვა პრობლემას არ აგვარებს. დიდი მადლობა. დროის გათვალისწინებით უკვე ნელ-ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ და ამიტომ ვუპასუხოთ ამ შეკითხვაზე, რომელიც ერთ-ერთი პირველი შემოვიდა, მაგრამ მოვიტოვე ბოლოსთვის. რა საინტერესოა? მოძრაობა როგორ ხედავს განათლების სისტემის რეფორმას? თქვენ რას გააკეთებთ? ხო, ანუ ჩვენთვის ეხლა ობიექტურად ვთქვათ, ცენტრალური არის თვითონ განათლების სისტემა და მისი რეფორმა და რამდენჯერმე ვახსენე, რომ ნებისმიერი ვთქვათ ესეთი ტიპის რაღაცა აი ხელოვნური ჩარევები იქნება თუ რაღაცა დეკორაციული ცვლილებები, როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენ, რომ ანუ გვატყუებენ, ხო? ანუ თუ ჩვენ უყურებთ, რომ აი მაგალითად რაღაცა კონკრეტულ ცვლილებას არანაირი ვთქვათ ბიუჯეტში ცვლილება არ ახლავს თან, ესე იგი, ხო, ანუ ეს არის ფარსი, ხო? ანუ ჩვენ რამდენჯერმე დაგვიანონსეს, რომ მაგალითად კლიანტში და პროდუქტთან მიმართებით განათლების ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო 6% ან 15-20%-მდე უნდა გაზრდილიყო, ხო, კლიანტ ბიუჯეტში. დღეს არის 3 და 3 და 10% ბიუჯეტი, ხო, 10-11%. შესაბამისად, თქვათ, საერთაშორისო სტანდარტს რომ მიუახლოვდეთ, ეს თანხები აი აქამდე უნდა გაიზარდოს. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თქვათ, ჩვენი ხედვა არის, რომ იგივე, თქვათ, ეს იქნება შრომითი პირობების გაუმჯობესების საფუძველი, ხო? ანუ სხვა შემთხვევაში ამ შრომით პირობებს როგორ გაუმჯობესებ, განსაკუთრებით სკოლამდელ საფეხურზე, ხო? შეუძლებელია, რომ სკოლამდელ საფეხურზე, თქვათ, ის არანორმალური პირობები ჰქონდეთ ბაღის აღზრდელებს, როგორი პირობების დღეს აქვს.
ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომ ფიზიკურად არ არსებობს, ფიზიკურად ბაღები არ არსებობს ეთნიკური უმცირესობები დასახლებულ რეგიონებში. რაც ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ წარმოიდგინეთ, სახელმწიფო 3 წლამდე ბავშვს, ოჯახს არ აღიარებს. ანუ არანაირი სერვისი 3 წლამდე ბავშვს ოჯახებისთვის არ არსებობს, ხო? ის რომ მაგალითად ეხლა ჩემს მithumetes ხო, აი 3 თვის ბავშვი მყავს და ხან ჩემ მეხმარება, ხან ჩემ მეუღლის დედა გვეხმარა. ანუ წარმოუდგენელი რეალობაა. დეკრეტი კი ხო, 6 თვიანი არის, ისიც რა ქვია, სულ ძალით უნდა რაღაცნაირად ხო. ანუ ამიტომ მათთვის რა თქმა უნდა, თქვა შესაბამისი სახელმწიფო სერვისები უნდა არსებობდეს, ხო, იმიტომ რომ რაღაცა კერძო ტიპის ესეთი სერვისები ნელ-ნელა იხსნება და სხვათა შორის განსაკუთრებით რუსები ხსნიან თავიანთვის, ხო? ამიტომ დაფინანსების ზრდა ასევე არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ზოგადად განათლების სოციალური ფუნქციის დაბრუნება, ხო? წლებია, თქვა ჩვენ საუბრობთ სასკოლო კვებაზე, სასკოლო კვება ეს არ არის მხოლოდ სოციალური დანიშნულება, ამას არ აქვს, საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს ძალიან დიდი, ხო? ჩვენ როცა ჩამორჩენაზე ვლაპარაკობთ აკადემიურ მოსწრებაში, ცხადია სასკოლო კვება ამას ხელს შეუწყობს. სკოლაშიც, თქვა, მასწავლებლებისთვის შრომითი პირობების გაუმჯობესება, აი, ხშირად არის კითხვა, რომ აი არსებულ მასწავლებლებს, რომლებსაც ცხადია კრიტიკა ეკუთვნით, იმიტომ რომ კომპეტენციების დეფიციტი არსებობს იქ ნამდვილად და ეს სახელმწიფოს ბრალი არის, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიზიდავთ, თქვა, ახალ კადრებს და ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია არ იქნება პრესტიჟული, თუ თქვა შესაბამისი ჰონორარი არ იქნება, თქვა. მაგრამ რაც მთავარია, ხო, აი, რატო არის, თქვა, ყველაზე, რა ვიცი, მკვდარი განათლების სისტემა, ხო? იმიტომ რომ ორგანიზებული პროფესიული ჯგუფები არ არსებობენ, ხო? ის პროფესიული ჯგუფი, რომელიც არის მასწავლებლების პროფკავშირი, ეს არის სამინისტროს გაგრძელება აბსოლუტურად, რომელიც კონტროლდება სამინისტროს მხრიდან და თუმცა, თქვა, არის, თქვა, ესეთი შედარებით უფრო ნაკლებ გავლენიანი ცხადია, ხო? განათლების კულტურის და მეცნიერების პროფკავშირი, არსებობს მასწავლებელთა კიდევ სხვა პატარ-პატარა წამოწყებები, ცხადია მათი გაძლიერება არის მნიშვნელოვანი და მათთვის სივრცის მიცემა, ხო, ისევე როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის სივრცის მიცემა. და ანუ ბევრი სხვა, თქვათ, რაღაცა კონკრეტული ინიციატივები და ისევე როგორც თვითონ აი პრინციპების დონეზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, ხო, ანუ პრინციპის დონეზე, თქვათ, დემოკრატიული პროცესები თუ არ გექნება, ხო, შეუძლებელია, ხო, რომ რაღაცა რეალური ცვლილება გქონდეს. ინფრასტრუქტურის განვითარება, აი მართლა 2019, თქვენ რო შეხედოთ, 2019 წლიდან დაწყებულია სკოლების ინფრასტრუქტურის რეფორმა. და ანუ აი მაქსიმუმ მართლა რო ავიღოთ, ალბათ ავიცი 100-მდე სკოლა თუ იქნება ამ პერიოდში, თქვათ, ესა აშენებული ან რეაბილიტირებული, ხო? ეს მართლა ის სირცხვილია, რომ თქვათ, ჩვენი ბავშვების ამ გარემოში აღზრდა, ხო? ეს სასკოლო განათლებასაც შეეხება. პროფესიულში და უმაღლესში ცხადია კიდევ ცალკე ხედვები გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაც არის დროს იმაშვები, რა ქვია, ხო? ვუფრთხილდები და მე მანანას გადავცემ, ხო? მეცნიერებაზე ჩვენ რასაც ხარჯავთ, ანუ მართლა ჩვენ გვაქვს გარღვევები მეცნიერებაში იმ დანახარჯებით, რასაც ხარჯავთ. ანუ სასაცილო თანხა არის მართლა რეალურად, რასაც ჩვენ მეცნიერებაში ვიღებთ და ამიტომ ამ მიმართულებითაც ბიუჯეტის ზრდა არის აუცილებელი. სხვანაირად აი მე მაგალითად ვარ ეხა დოქტორანტი, ხო? ანუ ფაქტობრივად აი მოხალისეობრივი სამუშაო არის, ხო? მაშინ, როდესაც მაგალითად შვედეთში, სადაც სწავლობდი, ყველანაირი პირობა ჰქონდათ იქ, რომ ვთქვათ, ესწავლოთ. სამსახური იყო კი და პერსპექტივა კიდე მომავალი, ხო? და რა თქმა უნდა, თავარი, რაზეც არის ეს ეგრეთ წოდებული დეფორმა, ჩვენ ვეძახით დეფორმას, ხო? მიმართული. ეს არის იზოლაციონისტური პოლიტიკა, ხო? პირიქით, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ, რომ პირიქით, ვთქვათ, თუ საპირისპირო ხედვა არ გვექნება, ხო? და ურთიერთობები, ვთქვათ, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები იქნება, უნივერსიტეტები თუ სხვა, ამის გარეშე განათლება ეს არ არის ჩაკეტილი სივრცე, ხო? იმიტომაც ტოვებს აი ამ ასოციაციებს, ხო, ეს რაღაცა სკოლის ფორმა იქნება თუ რაღაცა ეს ერთი სახელმძღვანელო თუ კიდე რაღაც მობილური ტელეფონების აკრძალვა, ხო? რა ასოციაციებს ტოვებს? კონტროლის ასოციაციას ტოვებს და პირდაპირ საბჭოთა კავშირის ასოციაციას ტოვებს, ხო? ერთი-ერთში, ხო? და ეშუა არავინ, ხო? ამიტომ რომ ეს არის იზოლაციონისტური მიდგომა, ხო? და რაც თავარი, აი ვიტყვი რომ ესე იგი ჩვენ განათლების პროგრამას აუცილებლად ეხა კიდევ დეტალებზე ვმუშაობთ და აუცილებლად გამოვაქვეყნებთ კიდევაც და გვექნება ამ პროგრამის პრეზენტაცია და ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო ის გვაქვს, რა ქვია,
ინიციატივები და მიდგომები, მაგრამ ესეთ დეტალებზე რომ ხა იქ სკოლის ფორმა თუ რაღაცა ავტონომიას ჩვენ ვცნობთ, ხო, ხა სკოლისაც და უნივერსიტეტისაც, ხა ამის არაღიარება უბრალოდ დანაშაულია. თქვენ ასევე რას დაამატებით ხალხო მანანა და განსაკუთრებით თვითონ აი განათლების პოლიტიკა როგორ უნდა მუშავდებოდეს ჩვეულებრივ ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ჩვენ რაც ვნახეთ, ალბათ ამ პროცესების საპირისპირო უნდა მიმდინარეობდეს განათლების პოლიტიკის შემუშავებისას. ყოველთვის იყო ხოლმე სიჩქარე განათლების პოლიტიკის შემუშავებაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობდა, ესეთი იდეალურს და საუკეთესოს ალბათ ვერცერთს ვერ უწოდებთ, მაგრამ ყველა მათგანს განსხვავებით აი ამ რეფორმისგან ჰქონდა ერთი მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, შესაძლებელია სათანადო მექანიზმები არ იყო ხოლმე ჩადებული, მაგრამ ყველა ემსახურებოდა გაუმჯობესებას. აქ მიზანი ცალსახად არის ზუსტად ეს, რომ აკონტროლოს სფერო მთლიანად და ასევე დაზოგოს თანხები და ჩვენ შვილებზე, მათ მომავალზე თანხები არ უნდა დაზოგოს ქვეყანამ, არაფრით არ შეიძლება დაუშვებელი არის და მე მგონია, რომ 1,200,000 მშობელი აუცილებლად უნდა გამოთქვამდეს თავის მოსაზრებას ამ რეფორმასთან დაკავშირებით და პრობლემები ნამდვილად ბევრი შეიძლება შეექმნათ მათ შვილებს, თუ კი ეს რეფორმა გატარდება. და თუ შეიძლება უბრალოდ ერთი წინადადება, რომ აი ჩვენ აი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რასაც ვუყურებთ, ეს არის პარტიულ კონტროლზე დამყარებული სისტემა, ხო? ანუ განათლების ესე იგი თვითონ პოლიტიკის ამოცანა არ არის საგანმანათლებლო ამოცანა, ეს არის პარტიული ამოცანა და ეს ორი სხვადასხვა ამოცანა. პარტიულ ამოცანას განათლების სისტემა დღეს შესანიშნავად ემსახურება, ხო? მაგრამ განათლების ამოცანებს ვერ ემსახურება და აი ამის ცვლილებას ვისახავთ ჩვენ პირველ რიგში მიზნად, რომ მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, ხო, რომ აი პირობითად თქვათ რაღაცა კონკრეტულ სკოლაში დირექტორი არ უნდა ინიშნებოდეს პარტიული ლოიალობის ნიშნით. იმიტომ რომ ის როგორც კი პარტიული ლოიალობის ნიშნით შეირჩევა, ხო, დამთავრებულია იქ საკითხი, მას სხვა ამოცანები აქვს. მისი ამოცანა არის, რომ ემსახუროს პარტიას და არა ის, რომ თქვათ მოსწავლეები აღზარდოს და სოციალიზაციას ხელი შეუწყოს და ასე საზოგადოებრივ პროგრესს შეუწყოს ხელი, ხო? ანალოგიურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯაბა სამუშიას ამოცანა არ არის, თქვათ, სტუდენტურ საცხოვრისზე იზრუნოს ან სტუდენტების აკადემიური მოსწრება გააუმჯობესოს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჯაბა სამუშიას ამოცანა არის, რომ არ გაანაწყენოს ისა, რა ქვია, პარტია და რაღაცა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მათ იმას იმიჯის იმაში, რა ქვია, რომ არ შეიბღალოს და შესაბამისად, თქვათ, აი ეს არის ფუნდამენტური, ხო, რომ აი პარტიული კონტროლი განათლების სისტემაზე უნდა დასრულდეს და როგორ ისევ ინსტიტუტების განვითარებით და დემოკრატიული პრინციპების დანერგვით. ეს არის მთავარი. ამის გარეშე არანაირი ცვლილება სამწუხაროდ არ იქნება, ან იქნება ძალიან მოკლევადიანი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი დამაზუსტებელი შეკითხვაა შემოსული და მოდით მაინც ვუპასუხოთ, რადგან ინტერესი არის, თუმცა მანამდე არის კომენტარი, რომ სასკოლო კვებისთვის გადავიხდით იმ თანხას, რაც მე ფორმების შესაკერად უნდა დავხარჯო და იქნება ამაზე ეზრუნა განათლების სამინისტროს და აი ეს დაზუსტება მოსწავლეებისთვის, რომელსაც ექნებათ მე-12 კლასის გავლის სურვილი, ეს იქნება თუ არა შესაძლებელი საჯარო სკოლებში. აი ესეც გაურკვეველი დარჩა, იმიტომ რომ ძირითადად კერძო სკოლებზე იყო ლაპარაკი. იმიტომ რომ ეს დაამატეს შემდეგ, როდესაც ნახეს საზოგადოების პროტესტი და ის არგუმენტაცია, რომელიც სამართლიანად ჰქონდათ იმ ადამიანებს და ექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებიც გამოთქვამდნენ ამ პროტესტს, თუმცა მიუხედავად ამისა, თქვეს რომ არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენიაო, ითქვა რომ ყოველ მარტს გაიხსნება ფანჯარა და ახალგაზრდები დარეგისტრირდებიან, ვისაც უნდა მე-12 კლასის ნებაყოფლობით გავლა. ამასთან დაკავშირებით, ну, რა ვიცი, აი როგორ გითხრათ, თუ არ გადავწყვიტე და აპრილში მომინდა, ან ჯერ გადავიფიქრე და მე მოვიფიქრე, რა ხდება ამ შემთხვევაში, არაფერი არ ჩანს და ამავდროულად მე დიდი ეჭვი მაქვს იმ მასწავლებლებს, რომელთაც საათების რაოდენობა ძალიან აკლდება მე-12 კლასში.
კლასში და მე-11 კლასის რეპეტიტორიუმითაც ალბათ თხოვენ თავიანთ მეზობლებს, ნათესავებს, რომლებიც არაპირებდნენ გაგრძელებას, რომ იქნებ დატოვოთ ბავშვი, იქნებ ვაუჩერიდან თანხები შემოგვივიდეს და იქნებ ხელფასი არ შეგვიმცირდეს. ანუ მე ისე ვხედავ, რომ ამ რეპეტიტორიუმში გვექნება სერიოზული ფარსი და თუ კი ახლა ვთქვათ კომპეტენციის დეფიციტიც ახსენა და ნამდვილად არსებობს, ხო, ახლა ყველა მასწავლებელს არ ეხება ეს, მაგრამ არსებობს, ვინ არის ამ რეპეტიტორიუმში? ისევ ის მასწავლებელი, რომელსაც შეიძლება კომპეტენციის დეფიციტი ჰქონდეს, მან უნდა მოამზადოს თურმე უმაღლესისათვის, სადაც კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი, იმიტომ 50,000-ით უნდა შემცირდეს ადგილების რაოდენობა. ასე რომ ძალიან ბევრი ნელი მოქმედების ნაღმი არის ჩადებული ამ დოკუმენტში და თუ ეს ყველა ამუშავდა, რა თქმა უნდა, აი ეს წლებით ნაშენების სისტემა, ძალიან ბევრ შეცდომა, ძალიან ბევრ პრობლემა გამოვლილი სისტემა, რა თქმა უნდა, მთლიანად დაინგრევა და ის რაც ვთქვათ, კარგი ქონდა და ჯერ კიდევ ინერციით მუშაობს, ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიწასთან გასწორდება. და აი ჩვენ რო ვამბობთ, რომ რეალურად ვთქვათ ეს ანუ სისტემის გრევაზე არის ვთქვათ ეს დეფორმა ორიენტირებული, მართლა ასე არის. ანუ რეალურად თვითონაც დარწმუნებული ვარ მასშტაბი იმ ზიანის, რასაც ვთქვათ ეხლა ახორციელებენ, არ წარმოუდგენთ, იმიტომ რომ ამ ქაოსის მართვას ისინი ვერ შეძლებენ გამორიცხული. აი წარმოიდგინე რა, ესე იგი ერთ დღეს ამბობენ რომ ვთქვათ რაღაც აი 11 კლასი იქნება და რამდენიმე დღეში, ესე იგი, სამინისტრო ცვლის გადაწყვეტილებას, თითქოს ეს არც ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, არც ლოგისტიკასთან იყოს დაკავშირებული, არც რაიმე, თითქოს არაფერი ამბობს, რომ კი ბატონო, რა პრობლემაა, თქვა, სადღაც რაღაცა რაიონულ ცენტრებში გავხსნით იმებს ადგილებს და ვისაც ექნება სურვილი, იმას შეიძლება, ანუ ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება განათლებისადმი და ამიტომ ამბობ, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ, რას და გივი მექანიზმს არც ექნება წარმოადგენა, იმიტომ რომ არ ქონდა შეხება განათლების სისტემასთან. ისევე როგორც სხვებს ხომ გადახედეთ ვინ არიან, რა ვიცი, მისი მოადგილები თუ გადაწყვეტეს მიიღებ პირები და ამიტომ როდესაც წარმოდგენა არ აქვთ, რას ეხებიან, ხო? მართლა ხანდახან მე თვითონ ვფიქრობ, რომ ის არის რა, მართლა აი სამწუხაროა, რომ აი ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, იმიტომ რომ იმდენად დიდი ხო, რა, აი ნუ იმდენად პერსპექტივას რო უყურებთ, იმდენად დიდი არის ზიანი, ხო, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? რომ აი მართლა ხანდახან მირჩევნია რომ არ მქონდეს ამაზე არანაირი ცოდნა. და აი აქ ესეთი კომენტარი გვაქვს ზუსტად მე-3 კლასშია ჩემი შვილი და გულწრფელად რომ გითხრათ სიღრმისეულად არც კი დავინტერესებული ვარ რა ხდება, იმიტომ რომ ამის მიზეზი ის არის რომ ამ ქვეყანაში მუდმივობის განცდა არაფერთან დაკავშირებით აღარ მოხსოვს. და ჩვენ აი დასასრულისთვის უნდა ვთქვათ რომ ნამდვილად აი ამ დისკუსიის საფუძველზე გვაქვს დასკვნა, რომ ამ ინიციატივის ავტორებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესება არ იყო მიზანი, თავიდანვე არ იყო მიზანი და მიზანი იყო ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ბიზნეს მოემსახუროს ჩვენი შვილები, ბიზნესებისთვის იყვნენ გამოყენებული ჩვენი შვილები და რაღაც პატარა ელიტების რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ ჩვენი ახალგაზრდების და ჩვენი მომავალი თაობის ბედი და ეს აროგანტული დამოკიდებულება, მე არ ვიცი, არ მახსენდება სახელმწიფო და არ მახსენდება მთავრობა, რომელიც თავის მომავალ თაობას და ახალგაზრდებს პირდებოდეს არა რაღაცა პროფესიულ მიღწევებს, არა სამეცნიერო მიღწევებს, არა განათლებას, არა უკეთეს მომავალს, არა ტექნოლოგიურ მიღწევებს, ხო, რა ეპოქაში ვცხოვრობთ, არამედ იაფ მუშა ხელად დარჩენას. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ასეთი არც ერთი ქვეყანა, ასეთი პრეცედენტი ალბათ არ არსებობს და ალბათ ჩემთვის ხარ როგორც მშობლისთვის ძალიან ემოციურია ის ნაწილი, რომ სინამდვილეში ხელიდან გამომაცალეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი შვილის ბედი გადავწყვიტო. ანუ იმდენად შეზღუდული სივრცე იქნება ამისთვის, რომ ჩვენ აღარ გვეძლევა საშუალება, რომ გამოვთქვათ აზრი ჩვენს შვილების მომავალთან დაკავშირებით და იქნება სწორედაც ეს არის ამ განათლების რეფორმის მიზანი, რომ მათ ქართულ ოცნებას საზოგადოება გონია, როგორც აი თევზები გონივართ ეთყობა, რომ აი უნდა ჩაუყარო პურის მარცვლები, ის პირს გაგიღებს, შეჭამს ამ შენს ჩაყრილ მარცვლებს და ხმას არ ამოიღებს, ბედნიერი იქნება.
არ ვიცი, ასეთი წარმოდგენა თუ აქვთ და ასე ესახებათ, რომ განათლება, რომელიც ჩვენ შვილებს თავისუფალ აზროვნებას უნდა ასწავლიდეს, დემოკრატიას უნდა ასწავლიდეს, ხო, შემოქმედებითობას უნდა ასწავლიდეს, სწორედ ეს გაქრება ჩვენი განათლების სისტემიდან და მივიღებთ ალბათ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ეს დასწავლილი უსუსურობა, როცა შენ გასწავლიან მთელი შენი განათლების პროცესში, რომ არ უნდა გქონდეს თავისუფალი აზრი, არ უნდა გქონდეს დამოუკიდებელი აზრი, არ უნდა იცოდე რას ნიშნავს დემოკრატიული პროცესები და დემოკრატიის ფორმები და უბრალოდ ეს ამეფებს იმ განცდას, რომ მე არაფერი არ შემიძლია, მე ვინ მეკითხება, ხო? და ეს საზოგადოებაში დღეს ყველაზე მეტად გამჯდარი განცდა, რომ მე ვინ მეკითხება. აი, მე მგონი საბოლოოდ აქეთკენ მივდივართ. მე მინდა ვთქვა, რომ არ გვინდა შეგუება ამ ყველაფერთან და რადგან არ გვინდა ამ ყველაფერთან შეგუება, ის კი არა, რომ მინისტრი იძახის შიგადაშიგ, რომ მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, ამის წინააღმდეგ და უმრავლესობა თანახმა ამ ყველაფერზე და იქ აუდიტორიაში მოვისმინეთ, როცა სახელმძღვანელოების თემა შეეყო მობილურების აკრძალვას და ასე შემდეგ, მე მგონია, რომ არგუმენტები ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რაზე დაფუძნებით მიიღეს ასეთი გადაწყვეტილებები, რაზე დაფუძნებით შეიქმნა ზოგადი განათლების რეფორმის დოკუმენტი, უმაღლესი განათლების რეფორმის დოკუმენტი, კეთილინებოს დაგვიჯდეს პირისპირ სპეციალისტებს განათლების და დავილაპარაკოთ ამაზე და ჩვენ დავუსვამთ მას კითხვებს და კეთილინებოს და გვიპასუხოს. იმიტომ რომ საზოგადოებას აინტერესებს, ვინ შექმნა ეს დოკუმენტები, რამდენი არაპროფესიონალი იყო ამაში ჩართული, ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის ადამიანები, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მომავლის დანგრევაში პირდაპირ ვიტყვი. დიახ. და სწორედაც რომ ჩვენ გვეკითხება და ჩვენ ვღელავთ და ვდარდობთ ამაზე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენ ამ ქვეყანას დავუკავშირეთ, შესაბამისად ჩვენ გვაქვს შეკითხვები და სწორედ კეთილი უნდა ინებონ და უპასუხონ ამ შეკითხვებს და უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენ შესახებ გადაწყვეტილებებს ისინი ჩვენს გარეშე არ უნდა იღებდნენ და პირველი ვისთანაც უნდა მივიდნენ არიან მოსწავლეები, მშობლები, სტუდენტები, ლექტორები, განათლების სპეციალისტები, ხო? და ასევე დასასრულისთვის მინდა ვთქვა, რომ მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის გააგრძელებს ამ საკითხებზე აუცილებლად მუშაობას. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენ ვორგანიზდებით ასევე ამ მიმართულებით მშობლები, სტუდენტები, მასწავლებლები, ლექტორები და ყველას მინდა ვთხოვო, რომ შემოგვიერთდით, ჩვენ გამოიწერეთ ჩვენი გვერდიც, ასევე გვაქვს Facebook გვერდი და ამ გვერდის საშუალებითაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოთ და შევქმნათ ის სივრცე, რაღაც დიალოგის და გაცვლა გამოცვლის სივრცე, სადაც ჩვენ სწორედაც რომ ერთად დავიცავთ განათლებას ჩვენი შვილებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა ამ საათზე მეტის განმავლობაში. მადლობა კითხვებისათვის. დიდი მადლობა ასევე კითხვებისათვის, ვინც დიახ წინასწარად გამოგზავნა და შემდეგ შემოვიდა ლაივის დროს. კარგად გრძანდებოდეთ.